თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება დათანხმდე მხოლოდ მაშინ, თუ შენ უკვე გადაწურული გაქვს ყველანაირი იმედი იმის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. და მე არ მაქვს ამის იმედი გადაწურული. ამის იმედი, რომ გადაწურული მქონდეს, აქციებზეც არ ვივლიდი და ზოგადად სხვანაირად ვიმუშავებდი და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადებოდი. მე მჯერა და ჩემი ცოდნიდან და გამოცდილებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკეთესი კარტი გვიჭირავს, როგორი სუსტადაც არ უნდა გამოიყურებოდეს პროტესტი და როგორი ფრუსტრირებული არ უნდა იყოს ბევრი პროტესტთან დაკავშირებით ჩვენ პროტესტის მონაწილეებს, ვიდრე ვიძინა ივანიშვილს და ეს ეთყობა ყველაფერს. ეს ეთყობა ყველაფერს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფაზა არ დამარცხებულა, მე მაქვს იმედი, რომ მივაღწევ ახალ არჩევნებს, შესაბამისად, სანამ ამის იმედი მაქვს, ცხადია გამორიცხავ ყველანაირ თვითმმართველობის არჩევნებს. რაც მარცხის აღიარებას ნიშნავს და არ ვთვლი, რომ დავმარცხდით. რასაც მე უყურებ, ქალბატონი თამარაც აპირებს იმას, რომ ფედერალისტების რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მას შემდეგ რაც გადაეწურება იმედი, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, თუ სწორად გავიგე. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. უბრალოდ სანამ ამის იმედი მაქვსო და მე ვფიქრობ, რომ შენ ამის იმედი გაქვს თუ არა, ეს იმდენად სუბიექტური ფაქტორია, რომ არაფერ შუაში არ არის შენს პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან არჩევნებში უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა. შენი ამორჩეველი ხო ვერასოდეს ვერ გადაამოწმებს შენ როდის გაგიქრა იმედი იმის შესახებ, რომ რამის მიღწევა შეიძლებოდა. მე მაგალითად პირიქით ვარ, მე მაქვს იმედი, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს არჩევნების დანიშვნა, არა შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ უბრალოდ ეს პარლამენტი არ არის. მართლა ერთი პარტია როზის, იქ ეს არის ხოცების ყრილობა და არა პარლამენტი და ფიქრობ, რომ თუნდაც საერთაშორისო სიტუაციის გამოსასწორად, როდესმე მას მოუწევს ხელახალი არჩევნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ამას დავამყარო. ანუ მე ვიცი, რომ თუ არჩევნები არსებობს, იმ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა თუ პოლიტიკური პარტია ხარ. თუ შენ მიგაჩნია, რომ წინა არჩევნები არალეგიტიმური იყოს სრულიად და ეს არალეგიტიმური ხელისუფლება უყავს, დღევანდელი პრეზიდენტი ლეგიტიმურია და ასე შემდეგ, რასაც ქალბატონ თამარ ალბათ თვითონაც იტყვის, მაგრამ ეს რა შუაშია ზოგადად იმასთან, შენ არჩევნების შენ პერსპექტივაში როგორ დაინახავ, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ არა. მე მაგალითად ვთვლი, რომ ეს არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი, ეს არჩევნები კანონდარღვევებით ჩატარდა გაჟონვის ნაწილში, ჩვენ ამას სულ ვამბობდით და ხაზს უსვამდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა იმ ოპოზიციის დამსახურებით 4-5-9-25-ის დამსახურებით აღიარა ეს შედეგები. აღიარა იმ გაგებით, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი მაინც უფრო დასრულიყო რამდენიმე 1000 კაციან პროტესტამდე. შეაგუეს ხალხი ამ შედეგებს და ამიტომ შენ თუ თვლი, რომ არ ეგუები, რომ ეს მაინც არალეგიტიმურია, მაშინ არ უნდა მიიღო მონაწილეობა და არა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერსპექტივასთან, შენ ხედავ ახალი არჩევნების პერსპექტივას თუ არა. პირველი ეს არ არის სუბიექტური კონკრეტული არგუმენტები შემიძლია მოვიყვანო, რატომ აქვს იმედი, რატომ არ მქონდა იმედი მაგალითად 2 წლის წინ და რატომ აქვს იმედი ახლა, იმიტომ რომ უპრეცედენტო იზოლაცია, თავისთავად ის რომ უპრეცედენტოდ 3-5 ადამიანი დგას ქუჩაში, მანამდეც გვინდოდა ხოლმე რომ მომხდარიყო, მაგრამ არ ხდებოდა, რაღაც ხდება, რაც აჩერებს იმ 3-5 კაცს ქუჩაში, ხო, რომელსაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მართავს. ჩემი ამორჩევლის დაკვეთას უნდა უპასუხო მე, ჩემი ამორჩევლის დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და თუ მე როგორც მათი ლიდერი დავკარგავ იმედს, რომ ახალ არჩევნებს ვაღწევთ და იმათ უნდა უბრალოდ ვატყუო, უნდა უთხრა, ხო, როგორც პაციენტმა უნდა უთხრას, როგორც ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს რა ჭირს, ისე მე ჩემ ამორჩეულსაც და დღეს არა, მაგრამ დღეს მე შემიძლია ჩემ ამორჩეულს აუხსნა გზა, როგორ შეიძლება და გვექნება ამის საშუალება, შეიცვალოს მთავრობა, თუ პროტესტი იქნება, უწყვეტი, ჯიუტი, თუ საერთაშორისო იზოლაცია არ შეწყდება და თუ რამენაირად ამ ყველაფერს დაეწევა ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი. რამდენიმე დღის წინ თქვენი პოდკასტი დათო გავასთან, თქვენ საუბრობდით, რომ არჩევნებმა საქართველოში აზრი დაკარგა, რეალურად ეს სიტუაციაში მივიღეთ. თუ თქვენ ასე უყურებთ ამ ამბავს და ამის გათვალისწინებით, რასაც ამბობთ, რომ დღეს რა სიტუაციაც არის. ამ სიტუაციაში რა შემთხვევაა ის, როცა უშვებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა გინდათ, უნდა მიიღოთ და ხალხის მოწოდება რომ მოდით არჩევნებზე, იმის მიერ რაც არჩევნები დაკარგულია რაღაცნაირად, ეს არ არის ხალხის მოტყუება რაღაც რა შემთხვევაა ასეთი და რაღაცნაირად მე მგონია რომ მეტი გულწრფელობაა საჭირო იმისთვის რომ ან ერთი პოზიცია იყოს რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ისე გაყალბდა თუ რაც გინდა ის მოხდა რომ დავკარგეთ არჩევანის უფლება და შესაბამისად არჩევანს აზრი არ აქვს და მოდი ხალხო სხვა რამე გზაზე ვიფიქროთ, ან მეორე ვარიანტი რომ ჯერ კიდე არსებობს რაღაც შანსი პოლიტიკური პროცესების, რომელსაც თუ უკეთ გამოვასწორებთ იმ შეცდომებს, რაც აქამდე იყო დაშვებული ოპოზიციური პარტიების მხრიდან და არსებობს შანსი რომ არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. მე მგონია რომ ამ ორი ვერსიიდან ერთ-ერთზე უნდა ჩამოყალიბდეთ და ასე გაცეთ პასუხი მაყურებელს, თორე ის ვერსია რომ მე თუ ჩავთვალე რომ არ გამოვიდა არაფერი აქციებიდან, მაშინ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ჩვენი პოზიციები ამით დავიწყე საუბარი, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ბოლოს ორივე აღმოჩნდებით ბიულეტინზე.
და დღეს ამ განსხვავებებს ფაქტობრივად რაღაც პირობითი თამარას იქნება თუ მისი სხვა პარტიის სხვა წევრების რწმენა განაპირობებს, რომ დღეს ჩვენ გვჯერა წარმატების და ამიტომ არ ვამბობთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, ამიტომ ვამბობთ უარს ამის შესახებ, მაგრამ როგორც კი ქუჩის პროცესების რწმენა შეგვერყევა, მაშინ დავთანხმდებით. ჩემი აზრით უცნაური პოზიციაა. კიდევ ერთხელ მე ამორჩევლის დაკვეთას ვპასუხობ. დღეს ჩემი ამორჩევლის დაკვეთა კრიზისი მე არ შემექმნი, ამორჩეველმა შექმნა. პოლიტიკურ პარტიებს რო შეძლებოდათ კრიზისის შექმნა, კრიზისი შექმნიდან 26 ოქტომბრის შემდეგ, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების კრიზისი. აქედან გამომდინარე მე ვალდებული ვარ უპასუხო იმათ დაკვეთას, ასე ვხედავ ჩემს როლს. იაგო თქვა რომ როგორ ხედავ შენ ამ პირობებში არჩევნების ჩატარებას, ძალაუფლების გადაბარებად ვხედავ. მე არ ვხედავ შემდეგ არჩევნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ატარებს. მე ხედავ პროცესს იქამდე, რომ ერთი მხრივ ქუჩიდან ავიწროვებს პროცესი, მეორე მხრივ დასავლეთი ავიწროვებს, ბოდიში არ არა, არ მგონია ამას ეხლა რასაც ვცდილობ. აი რო იყოს რომ ბიძინა ატარებს არ მიიღებ მონაწილეობას. ეხლა რასაც ვცდილობ, მე იმას ვხსნი, ანუ დღეს ახალი საპარლამენტო არჩევნები როგორ წარმომიდგენია, ამაზე ვსაუბრობ. შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც გაუქმებულ არჩევნებშიც კი მომიწიოს მონაწილეობა პროცესის შექმნის, თუ ეს ამორჩევლის ინტერესებს საუკეთესოდ პასუხობთ, მაგრამ ეხლა მაგ სცენარს არ განვიხილავ, იმიტომ რომ სრულიად სხვა რამეზე მაქვს ფოკუსი, მინდა რომ რაც შეიძლება მეტი სტატუს-კვო ლოიალისტი გამოვაცალო ქართულ ოცნებას, შეუქმნა წარმოდგენა იმაზე, რა ალტერნატივა ელოდება იმ შემთხვევაში, რომ ცვლილებებისკენ ფეხს გადადგავს, ჩამოირღვეს სტატუს-კვო ლოიალისტების კოჰორტა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი დგას და რაღაცა დავეხმაროთ პროტესტს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ აი ამ ყველაფრის შედეგად ბიძინა ივანიშვილი მიხვდეს, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს და ძალაუფლების გადაბარებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და შევხვდეთ მერე ჩვენ პოლიტიკური სპექტრი ბიძინა ივანიშვილს და ვისაუბროთ იმაზე, რა პირობებით გადააბარებს ძალაუფლებას. ასე ვხედავ. ანუ ერთი რაღაცა რომ დავაზუსტო, ანუ ჩვეულებრივად არსებული სიტუაცია, რაც მე მგონი კითხვის ავტორმაც დაიწყო თავიდან, რომ ატარებს ეს CSKO, ეს ბიძინა, პირობითად ეს კონტექსტია, ასეთ არჩევნებში თქვენ მონაწილეობას არ ღებულობთ? ჰიპოთეტურ კითხვებს პოლიტიკაში პასუხი არ უნდა გასცე. არა, ამ რეალობაში მე არ ვღებულობ. ამ რეალობაში მე ახალი არჩევნებისთვის ვიბრძვი. ამ რეალობაში მე არ ვღებულობ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შევძლებ მე რომ მოვიტანო ჩემი ამორჩევლისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები. თუ დავმარცხდი, არ ვთვლი თავს დამარცხებულად. თუ დავმარცხდი, მოვა პატიოსნად ვაღიარებ ჩემ ამორჩევლთან, რომ ამ ეტაპზე დავმარცხდით და მოდი რაც სწორია იმას გავაკეთებ. რაც სწორია იმას გავაკეთებ. ეს სინამდვილეში გამოდის ძალიან მარტივად, რომ ქალბატონ თამარი აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უბრალოდ ამბობს, რომ მე ჯერ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აი ეს როგორც ქუჩაში პროცესი მიმდინარეობს, არა, თუ რამე ამას ხო აფაქტო, არა, გეუბნები რომ არასწორად უკვე გითხარი იაგო რომ არასწორად თქვი. თამარა, ნახე მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, იმაში უკვე გითხარი რომ არასწორად თქვი. იგივე ზუსტად ჩემნაირი პოზიცია. კი ბატონო, მაშინ დააფაქტე. არა მაქვს ზუსტად შენაირი პოზიცია, მე არ თვლი რომ დამარცხდა ეს პროტესტი. შენ თვლი? ხო და ერთი იმ განსხვავებით რომ მე არ მიმაჩნია რომ ამას პროტესტი დამარცხდა, მე არ თვლი, ეს არის მთავარი განსხვავება. ჩვენ შორის რა შუაშია საქართველოს შემთხვევაში თუ არჩევნებამდე ხოცები დარჩებიან ისე და მე თვლი რომ არ დამარცხებულა. ხო და მაიცად, ანუ შენ რო ჩათვალო რომ დამარცხდა, შენ იგივე საპირებ. რა საგვირონი მან არ მინდა რომ დამარცხდეს, მონაწილეობას ვიღებ შენ მართულებს კი არ ვეძახი და შეურაცხყოფას კი არ ვაყენე. ვინც მართულია მართულს ვეძახი, ვინც არ არის მართული. და როგორ არჩევ გასო პროტესტის მონაწილეებზე რომ ლაპარაკობ რა იცი ვინ იღებს თავის თავზე იმ ადამიანებს რატო წადი გააკრიტიკე პოლიტიკური ოპოზიცია რა შუაშია პროტესტის მონაწილეები. მე ვაკრიტიკებ პროცესს რომელიც სარაჯიშვილიდან მარჯანიშვილამდე შაგაობას მოიცავს და ამის იმედი არ მაქვს. მაგრამ კითხვა სხვა რამე იყო. მე ვთვლი რომ ღვევა მიდის ახლა სტატუს-კვო ლოიალისტებში მე მომწონს რომ დავაპაუზოთ რომ აპატიეთ მე როგორც გავიგე და დავეხმაოთ აუდიტორიას რა განასხვავებს თქვენ პოზიციებს ამის ჩამოყალიბებაში. მე გავიგე ასე რომ თამარა ხედავს საკმარის რესურს პროტესტში რომ ეს პროტესტი მიიყვანს პროცესს პოლიტიკურ გამარჯვებამდე, ამის შემდეგ თქვენი წარმოდგენით ეს პროტესტი იქნება იმდენად ძლევამოსილი და ძლიერი ამ ფუნქციის შესასრულებლად, რომ ივანიშვილი მოდის უკვე საუბარზე, ხომ სწორად გავიგე და თქვენ გამარჯვებულის პოზიციიდან ხედავთ ახალი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას, რომელიც არ იქნება თვითმმართველობის არჩევნები და იქნება თქვენი სრული შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. კეთილი, თუმცა ამ მოცემულობაში თქვენ გამორიცხავთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კეთილი, თუ სწორად გავიგე
არსებულ სტატუს არა, quo-ში არსებულში თამარა როგორც კი დაკარგავს რწმენას იმის შესახებ, რომ პროტესტ არა აქვს გამართული. და არ დამიგარგია. კეთილი, ეს იყო კიდევ ერთი პუნქტი, რაც აღნიშნეთ. ბებია რომ სხვანაირი იყოს, ბაბუა იქნებოდა, მაგრამ არ დამიკარგია მეთქი, იაგო. შეიძლება მაგაზე ხარ გეკამათები. შეიძლება მე როგორ ჩამოვაყალიბებთ თქვენი აზრით, აქ მართალი იყო. დროს ქვია რა მეკამათები მეუბნები წვენას დაკარგავდა მე მიიღებ მონაწილეობასა და ამოცანებზეა პოლიტიკა, ხო? ამოცანებზეა პოლიტიკა, ეგრე შეიძლება რწმენა რომ დავკარგო პოლიტიკიდანაც წავიდე საერთოდ. დავამატებ თამარას პოზიციებში დავამატებ რომ ის განიხილავს მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში თუ კი პროცესი დამარცხდება. თქვენ ამბობთ რომ თუ კი ხარ პოლიტიკური აქტორი, თუ კი გაქვს პოლიტიკური პარტია და თუ კი გაქვს მათ შორის ნაკლები ან არ ვიცი საერთოდ არ გაქვს ნდობა ან ცესკოს მიმართ ან არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ასეთ მოცემულობაშიც კი უნდა მიიღო მონაწილეობა თუმცა თქვენ ამავდროულად არ ხართ თანამგზნობი მოდი ასე ვთქვათ ქუჩაში გამოსული ხალხის შენ ხო პროტესტზე არ ვილაპარაკია ეს შემდეგი საკითხია ანუ არ ხედავთ ამ თამარას შემთხვევაში ეს არის განსაზღვრელი არჩევნებში მონაწილეობაზე თქვენ შემთხვევაში არ არის თუმცა კი ბატონო იმაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ მე თვითონ ჩამოვაყალიბებ კეთილი 5 წუთი გაქვთ ამის ჩვენ მე ვამბობ რომ არჩევნებში ჩვენ ღებულობთ მონაწილეობას ანუ ვამბობთ რომ არსებულ სიტუაციაში რაც არის დღევანდელ სიტუაციაში როგორც არის ეს მე შეიძლება ქუჩის პროტესტის ნაკლები იმედი მქონდეს მაგრამ ტრამპის იმედი უფრო მქონდეს რომ რავი ვიღაცას დაურეკავს და ეთქოს რომ ჩაატარე ახალი არჩევნები ასე არ შეიძლება ამას მნიშვნელობა არ აქვს თქო ამის თქმა მინდა ჩემი პოზიცია ამაში მდგომარეობს რომ მე ამის მიუხედავად ღებულობ არჩევნებში მონაწილეობას თამარა ამბობს რომ იმ შემთხვევაში თუ რწმენა დავკარგეო მივიღებ მონაწილეობა პროტესტის რწმენა დავკარგე მივიღებ მონაწილეობას და თუ გამარჯვა გამარჯვებული ხარ ესე იგი და ისედაც უნდა მიიღო მონაწილეობა და არჩება მომენტი როცა არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში გესმით ამაშია საქმე რას ქვია არჩება მომენტი თუ არ განმარტება ანუ პროტესტის გამარჯვების შემთხვევაში ღებულობ მონაწილეობას პროტესტი დამარცხდა რომ დამარცხდა მაინც ღებულობ მონაწილეობას და ეხა დღეს არ ღებულობ მონაწილეობას შეიძლება არ მივიღოთ მონაწილეობა თუ ქუჩაში არა შეიძლება არა თუ პროტესტი რას ქვია ყველა ვარიანტი როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა შეიძლება პროტესტი გუგუნებს მაშინ როდესაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და შენ მიდიხარ თვითმმართველობის არჩევნებში